მიკროპლასმასები ყველგანაა ჩვენს გარშემო, ჩვენს საკვებში, სასმელში, ჰაერში, ტანსაცმელშიც კი. ჩვენმოთ ყოველდღიურად ყლაპავთ და ვსუნთქავთ ხშირად ისე, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ. მაგრამ პრობლემა მხოლოდ მათი არსებობა კი არ არის, პრობლემა ის არის, რომ ეს ნაწილაკები ჩვენს ორგანიზმში რჩებიან და სხვადასხვა ორგანოებში გროვდებიან, სისხლში, მაგალითად ფილტვებში, ღვიძლში, თირკმელებში, რეპროდუქციულ სისტემაში და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ტვინშიც კი. ბოლო პერიოდის კვლევები აჩვენებს, რომ მიკროპლასმასებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ისინი ასოცირდება ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან, როგორიც არის ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადება, გულსისხლძარღვთა დაავადებებთან, ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეულ დარღვევებთან, რეპროდუქციულ პრობლემებთან. კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის გახლავთ, რომ ახალი მტკიცებულებები ამ ნაწილაკების ზეგავლენას ბავშვის ტვინის განვითარებასთან, აუტიზმთან და ყურადღების დეფიციტის სინდრომთან აკავშირებენ. მაგრამ როგორ აღწევენ მიკროპლასმასები ჩვენს სხეულში და რატომ არის ისინი ასე ძალიან გავრცელებული? ძირითადი გზები, რომლითაც ისინი ჩვენს ორგანიზმში ხვდებიან, არის პირის ღრუს ან პერორალური გზა და ინჰალაცია. თუმცა ისინი ჩვენს ორგანიზმში კანის მეშვეობითაც შეიძლება მოხვდნენ. ჩვენ მათ ვიღებთ ონკანის წყლიდან, შეფუთული საკვებიდან, ახალი პროდუქტებიდან, ბოთლის წყლიდან, პლასმასი გადადის საკვებზე დაბინძურებული ნიადაგიდან და წყლიდან. ჩვენ შევისუნთქავთ იმ მიკროპლასმასის ნაწილაკებს, რომლებიც ჰაერშია გაჩერებული, განსაკუთრებით კი ურბანულ გარემოში, სადაც სინთეზური ტანსაცმლის ბოჭკოები და დეგრადირებული პლასმასის ნარჩენები მრავლად ხვდებიან ჰაერში. და პრობლემა ის არის, რომ ისინი უბრალოდ კი არ გადიან ჩვენი ორგანიზმიდან, არამედ გროვდებიან თანდათანობით ორგანოებსა და ქსოვილებში და საფრთხეს უქმნიან, უხილავ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას. მიკროპლასმასები მართლაც ყველგანაა და ისინი ძალიან მცირე ზომისაა. ჩვენ ვსაუბრობთ ნაწილაკებზე, რომელთა ზომა მერყეობს 5 მმ-დან, რაც გახლავთ დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომა 100 ნანომეტრამდე, რაც არის დაახლოებით 1000 ჯერ პატარა ქვიშის მარცვალზე. და ასეთი მცირე ზომის პლასმასებს ნანოპლასმასებს უწოდებენ. ეს ნაწილაკები წარმოიქმნება უფრო დიდი ზომის პლასმასის ნივთების დროთა განმავლობაში დაშლის შედეგად. პროცესით, რომელსაც ეწოდება დაჟანგვა, ანუ ოქსიდაცია. და დაჟანგვა არის ნელი შეუჩერებელი დაშლის პროცესი. ანუ მიკროპლასმასების 70%-ზე მეტი წარმოიქმნება უფრო დიდი პლასმასების დაშლის შედეგად, ხოლო დანარჩენი განზრახემატება ყოველდღიურ პროდუქტებს, როგორიცაა მაგალითად მიკროწამლები კოსმეტიკაში, სინთეზური ტანსაცმლის ბოჭკოები და სამრეწველო პლასმასები, რომლებიც გამოიყენება წარმოებაში. მაგრამ რაც ყველაზე მთავარი პრობლემაა, ჩვენ თითქმის მუდმივად ვართ ამ მიკროპლასმასებთან კონტაქტში. რომ დაფიქრდეთ ყოველთვის, როდესაც სხვავთ წყალს, ჭამთ საჭმელს, ან უბრალოდ ვსუნთქავთ, ჩვენ ვიღებთ მიკროპლასმასის ნაწილაკებს. და რეალური ციფრები მართლაც შემაშფოთებელია. ადამიანი საშუალოდ ყოველწლიურად ყლაპავს ან სუნთქავს 800,000-მდე მიკროპლასმასის ნაწილაკს, ისეთი წყაროებიდან, როგორიც არის ონკანის წყალი, ბოთლის წყალი და შეფუთული საკვები. მიკროპლასმასები აღმოჩენილია ზღვის პროდუქტებში, ხილში და ბოსტნეულში, რადგან ისინი ბინძურდება წყლით, ნიადაგით და ასევე ჰაერით, რომელიც ხილსა და ბოსტნეულზე ხვდება. ასევე გვაქვს ყოველდღიური გამოყენების ნივთები, მაგალითად ჭურჭელი, ჭიქები, ბავშვის ბოთლები, პლასმასის ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ და ეს ნივთები უშუალოდ გამოყოფენ მიკროპლასმასებს იმ საკვებსა და სასმელში, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. მხოლოდ ონკანის წყალი შეიძლება იყოს ყოველწლიურად 220,000-დან 1,2 მილიონამდე მიკროპლასმასის ნაწილაკის მიღების წყარო. კვლევები აჩვენებს, რომ მათ, ვინც მხოლოდ ბოთლის წყალს მოიხმარენ, შესაძლოა დამატებით 90,000-მდე პლასმასის ნაწილაკი მიიღონ წელიწადში, მათთან შედარებით, ვინც სვავს მხოლოდ ონკანის წყალს. ბოთლის წყლის დაბინძურება ხშირად გამოწვეულია თავად პლასმასის დაშლით ოქსიდაციის, ანუ დაჟანგვის პროცესის შედეგად. და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ონკანის წყლის დაბინძურება ხშირად გარემოს დაბინძურებიდან მოდის. ბოთლის წყალს კი მოაქვს დამატებითი საფრთხე და ეს საფრთხე გახლავთ პლასმასის შეფუთვიდან ქიმიური ნივთიერებების გადასვლა იმ წყალში, რომელსაც ვსვამთ. მიკროპლასმასების კიდევ ერთი შემაშფოთებელი თვისება ის არის, რომ ისინი მოქმედებენ როგორც ქიმიკატების მატარებელი.
პლასმასები ხშირად შეიცავენ ქიმიკატებს, როგორიცაა ბისფენოლ A, ბისფენოლ S, ფთალატები და სამუდამო ქიმიკატები. ეს ქიმიკატები პლასმასის გამძლეობის და მოქნილობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. თუმცა ისინი ასევე დაკავშირებულია ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთან, რასაც ცოტა ხანში ვისაუბრებ უფრო დაწვრილებით. მაგალითად, ავიღოთ ბისფენოლ A ან მისი ანალოგი ბისფენოლ S. ამ ნაერთებმა შეიძლება ჩვენს ორგანიზმში იმოქმედო როგორც ესტროგენის მიმბაძველებმა, რაც იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს და გავლენას ახდენს ყველაფერზე რეპროდუქციული ჯანმრთელობიდან დაწყებული ტვინის ფუნქციით დასრულებული. ქიმიური ნივთიერებების კიდევ ერთი ჯგუფი ფთალატები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პლასმასისთვის მოქნილობის მისაცემად, დაკავშირებულია ენდოკრინული სისტემის დაზიანებასთან, რეპროდუქციულ პრობლემებთან და ბავშვებში განვითარების შეფერხებასთან. არსებული კვლევები აჩვენებს, რომ ფთალატების მაღალი დონე მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის შემცირებას უკავშირდება, რაც ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს კუნთოვან მასაზე, მამაკაცის განწყობაზე და უამრავ სხვა პრობლემასთანაა დაკავშირებული. შემდეგ მოდის პოლი და პერფლუოროალკილური ნივთიერებები. მათ ხშირად უწოდებენ სამუდამო ქიმიკატებს, რადგან ისინი ძალიან მდგრადია გარემოში დაშლის მიმართ და დროთა განმავლობაში გროვდება ჩვენს ორგანიზმში. ეს სამუდამო ქიმიკატები განსაკუთრებით საშიში სწორედ იმის გამო, რომ მათ აქვთ უნარი დარჩნენ გარემოში და ჩვენს სხეულში დიდი ხნის განმავლობაში. ისინი ფართოდ გამოიყენება წყალგაუმტარ, ცხიმგამძლე პროდუქტებში, როგორც არის მაგალითად ნივთებში, როგორც არის მაგალითად არამიკროადი ტაფები, წყალგაუმტარი ტანსაცმელი და საკვების შეფუთვები ასევე. კვლევებმა აჩვენა, რომ სამუდამო ქიმიკატების ზემოქმედება დაკავშირებულია ჯანმრთელობის მრავალი სახის პრობლემასთან, მათ შორის იმუნური სისტემის დათრგუნვასთან, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთან და ზოგადად ჰორმონალურ დისბალანსთან. ქოლესტერინის დონის ზრდასთან, ასევე ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნის გაზრდილ რისკთანაც კი. შემაშფოთებელი ისიც არის, რომ მიკროპლასმასები არ მხოლოდ შეიცავენ მავნე ქიმიკატებს, მაგალითად ბისფენოლ A-ს ან ბისფენოლ S ამ ფთალატებს, არამედ მათ შეუძლიათ გარემოდან სხვა ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვაც, მაგალითად პესტიციდების და მძიმე მეტალების, რომლებიც შეიძლება მიეწებოს მიკროპლასმასის ზედაპირს და შედეგად ამ გზით მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში. ეს ყველაფერი კი აჩენს ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს, რა გავლენას ახდენენ მიკროპლასმასები ჩვენს ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. სულ უფრო მზარდი რაოდენობის კვლევებით ჩვენ მხოლოდ ახლა ვსწავლობთ, თუ როგორ შეიძლება ეს ნაწილაკები გავლენას ახდენდნენ უჯრედების ფუნქციაზე, იწვევდნენ ანთებას, ან ხელს უწყობდნენ ქრონიკული დაავადებების განვითარებას. ანუ, როგორც უკვე ვთქვი, მიკროპლასმასები არ გადიან ჩვენი ორგანიზმიდან მარტივად, ისე რომ კვალი არ დატოვონ. ისინი გროვდებიან სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის ფილტვებში, ღვიძლში, გულში, ტვინში, რეპროდუქციულ ორგანოებში და პლაცენტაში. ეს ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორსული ქალების შემთხვევაში, რადგან მიკროპლასმასები შეიძლება გავლენას ახდენდნენ ნაყოფის განვითარებაზე. კვლევების მიხედვით მიკროპლასმასები და ნანოპლასმასები იმდენად მცირე ზომისაა, რომ მათ შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში უჯრედულ დონეზე შეღწევა. ამ ნაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიონ უჯრედების დაზიანება და ანთებითი პროცესები. მაგალითად, როდესაც მიკროპლასმასები ხვდებიან ფილტვებში ან ღვიძლში, ისინი იწვევენ იმუნური სისტემის მხრიდან რეაქციას, რაც ორგანიზმში ანთებას აძლიერებს. ქრონიკული ანთება კი ვიცით, რომ დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა გულის დაავადებები, დიაბეტი და ავთვისებიანი სიმსივნე. უფრო შემაშფოთებელი ის ფაქტი გახლავთ, თუ რამდენად ადვილად შეუძლიათ ამ ქიმიკატებს პლასმასიდან გაჟონვა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ხურდებიან ან კონტაქტში შედიან ჟავე ან ცხიმიან საკვებთან. მაგალითად, როდესაც ცხელწვნიანს ვასხამთ პლასმასის კონტეინერში, პლასმასის ბოთლებს ვტოვებთ მზეზე. ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩენები მიკროპლასმასებთან დაკავშირებით ტვინთან არის დაკავშირებული. სულ უფრო მზარდი მტკიცებულებები მიუთითებს მიკროპლასმასების კავშირზე ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან, როგორიცაა ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებები. ეს კავშირი სავარაუდოდ განპირობებულია მიკროპლასმასებით გამოწვეული ქრონიკული ანთებით ტვინში, რაც აზიანებს ნეირონებს და არღვევს ტვინის ფუნქციას.
როგორც ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა, ასევე ადამიანებზე ჩატარებული კვლევების პირველად მონაცემებმა აჩვენა, რომ მიკროპლასმასებს შეუძლიათ გადალახონ სისხლტვინის ბარიერი და დაგროვდნენ ისეთ კრიტიკულ ტვინის რეგიონებში, როგორიცაა ჰიპოკამპუსი და პრეფრონტალური ქერქი. გამოიწვიონ ანთებითი რეაქციები, გაზარდონ ნეიროდეგენერაციული დაავადებების და კოგნიტური დაქვეითების რისკი. სისხლტვინის ბარიერი ძალიან სელექციური მემბრანაა, რომელიც ტვინს მავნე ნივთიერებებისგან იცავს. ტვინში მოხვედრის შემდეგ კი მიკროპლასმასები აქტიურ მდგომარეობაში აყენებენ ტვინის იმუნურ უჯრედებს, მიკროგლიალურ უჯრედებს. აქტივირებული მიკროგლიალური უჯრედები კი იწვევენ ნეიროანთებით რეაქციებს, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება ნეიროდეგენერაციულ დაავადებებში გადაიზარდოს, როგორიცაა, როგორც უკვე ვთქვი, ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებები. ჰაერის დაბინძურებაც მათ შორის სულ უფრო მეტად არის აღიარებული ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მაგალითად ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთ გარემო რისკ ფაქტორად ჰაერის დაბინძურება მიკროპლასმასებით. როგორც უკვე აღნიშნე, ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა, მათ შორის ავტოპსიის შედეგებმა აჩვენა მიკროპლასმასების მნიშვნელოვანი დაგროვება ტვინის ქსოვილებში. საგულისხმოა, რომ დემენციით გარდაცვლილი პაციენტების ტვინში პლასმასის კონცენტრაცია 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე დემენციის არ მქონე ინდივიდებში. უფრო მეტიც, კვლევები აჩვენებს, რომ მიკროპლასმასების კონცენტრაცია ადამიანის ტვინში დროთა განმავლობაში იზრდება, რაც ასახავს ზოგადად გარემოში მიკროპლასმასების დონის ზრდას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხანგრძლივად და დაბალი დოზებით მიკროპლასმასების ზემოქმედების ეფექტი, განსაკუთრებით კი ურბანულ გარემოში. და ორსული ქალები და პატარა ბავშვები შეიძლება უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ ამ მხრივ, რადგან სისხლტვინის ბარიერი უფრო გამტარია ადრეული განვითარების პერიოდში. კვლევები აჩვენებს, რომ მიკროპლასმასები არღვევენ ნეიროგადამცემების სისტემას, განსაკუთრებით დოპამინის და სეროტონინის წონასწორობას, რაც კრიტიკულია ტვინის ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის. სეროტონინი, რომელიც მოქმედებს როგორც ტვინის მორფოგენი, ხელს უწყობს ნეირონების ზრდას, ნეირონების დიფერენციაციას, მათ ორგანიზაციას. ბისფენოლ A-ს ზემოქმედება კი არღვევს ამ პროცესებს, რაც იწვევს ნეირონული წრეების ფორმირებისა და კოორდინაციის დარღვევას. ეს შეიძლება გამოიხატოს ნეირონული ზრდის შეფერხებაში, ანთებითი პროცესების გააქტიურებაში და ანთების გამომწვევი ციტოქინების დონის მატებაში. დ-ვიტამინის დეფიციტი ორსულობის დროს კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პრობლემას, რადგან ის ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სეროტონინის რეგულაციაში. ბისფენოლ A-ს და დ-ვიტამინის დეფიციტის კომბინირებული ეფექტი კი ზრდის ნეიროგანვითარების დარღვევების, მათ შორის აუტიზმის რისკს. კვლევებმა გამოვლინა ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო კავშირი ბისფენოლ A-ს ზემოქმედებას და ნეიროგანვითარების დარღვევებს შორის. განსაკუთრებით აუტიზმის სპექტრის აშლილობას და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის აშლილობასთან მიმართებაში. ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსულ ქალებში ბისფენოლ A-ს მაღალი დონე დაკავშირებული იყო ბავშვებში, განსაკუთრებით კი ბიჭებში, ისეთ ქცევით პრობლემებთან, როგორიცაა შფოთვა, აგრესია და სოციალური ფუნქციის დარღვევა. ეს სიმპტომები კი ხშირად ემთხვევა აუტიზმის სპექტრის აშლილობის გამოვლინებებს. მსგავსი შედეგები გამოვლინდა ასევე კოჰორტულ კვლევაშიც, რომელმაც აჩვენა, რომ ბისფენოლ A-ს მაღალი ზემოქმედება ორსულობის დროს დაკავშირებულია ნეიროგანვითარების პრობლემებთან ბავშვებში. ამ საკითხზე არსებული კვლევების მეტაანალიზმა კიდევ უფრო გაამყარა ეს მიგნებები და აჩვენა, რომ ბისფენოლ A-ს პრენატალური ზემოქმედება ბავშვებში ზრდის და ქცევითი დარღვევების, მათ შორის ჰიპერაქტიურობის და უყურადღებობის რისკს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ბისფენოლ A-ს ზემოქმედების უფრო ღრმა ნევროლოგიული შედეგები, მათ შორის სოციალური ქცევის დარღვევა, გაზრდილი შფოთვა და ცვლილებები ტვინის კრიტიკულ რეგიონებში. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ ბისფენოლ A-ს მეტაბოლიზმის პრობლემები, რაც იწვევს მის ხანგრძლივ შეკავებას ორგანიზმში. ეს ასე რომ ვთქვათ, ორმაგი დარტყმა, ანუ პრენატალური ან ორსულობის პერიოდის ზემოქმედება და შემდგომი დაგროვება მკვეთრად ზრდის ნეიროგანვითარების დარღვევების რისკს.
2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობის დროს ბისფენოლ A-ის მაღალი დონის ზემოქმედებას განიცდიდნენ, უფრო ხშირად ავლენდნენ ყურადღების დეფიციტის სიმპტომებს, შფოთვას და დეპრესიას ბავშვობაში. ეს მტკიცებულებები ხაზს უსვამს ბისფენოლ A-ის პოტენციურ საფრთხეს ნეიროგანვითარებისთვის და მიუთითებს ორსულობის დროს და ადრეულ ბავშვობაში ბისფენოლ A-ის ზემოქმედების შემცირების მნიშვნელობაზე. თუმცა საჭიროა დამატებითი კვლევები ამ კავშირების სრულად გასაგებად და პრევენციული სტრატეგიების შესამუშავებლად. ახლა მინდა აქცენტი გავაკეთო მიკროპლასმასების როგორც ენდოკრინული სისტემის დამრღვევების როლზე. მიკროპლასმასები არა მხოლოდ თავად წარმოადგენენ პრობლემას, არამედ მოქმედებენ როგორც გადამტანები ქიმიკატების გადამტანები და აქ საუბარია ბისფენოლ A-ზე, ბისფენოლ S-ზე, ფთალატებზე და სამუდამო ქიმიკატებზე. ეს ყველა მათგანი არღვევს ენდოკრინულ სისტემას და ენდოკრინული სისტემა ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულატორია, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს მეტაბოლიზმიდან რეპროდუქციამდე და ტვინის ფუნქციამდე. ბისფენოლ A და ბისფენოლ S-ი კლასიფიცირდება როგორც ენდოკრინული დამრღვევები, რადგან მათ შეუძლიათ ორგანიზმის ბუნებრივი ჰორმონების მიბაძვა. იმიტირება. ისინი მოქმედებენ როგორც ქსენოესტროგენები, უცხო ნაერთები, რომლებიც ესტროგენების იმიტაციას ახდენენ და ესტროგენის რეცეპტორებს უკავშირდებიან. როდესაც ბისფენოლები უკავშირდება ესტროგენის რეცეპტორებს, ისინი ან აქტივაციას ახდენენ, ან ბლოკავენ ნორმალურ ესტროგენულ აქტივობას. ეს იწვევს ჰორმონალური სიგნალების დარღვევას, რაც გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ტვინის განვითარებაზეც, ასევე და სხვა პროცესებზეც. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მოზრდილებსა და მოზარდებში, რომელთაც შარდში ბისფენოლის მაღალი დონე ჰქონდათ, აღენიშნებოდათ სისხლში ტესტოსტერონის დაბალი დონე და ესტროგენის მეტაბოლიზმის დარღვევა. ანუ ბისფენოლ A და ბისფენოლ S-ი არა მხოლოდ იმიტაციას უკეთებენ ესტროგენს, არამედ არღვევენ ნორმალურ ჰორმონალურ გზებსაც. თალატები ენდოკრინული დამრღვევების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია. თალატების ზოგიერთი მეტაბოლიტი, მაგალითად D და 2 ეთილჰექსილფთალატი, უშუალოდ ზემოქმედებს ჰიპოთალამუს ჰიპოფიზურ გონადურ ღერძზე. ეს ღერძი არის ჰორმონების წარმოების და რეგულაციის საკვანძო ცენტრი. თალატების ზემოქმედებით კი მცირდება კრიტიკული ჰორმონების დონე, როგორიცაა ტესტოსტერონი და ესტრადიოლი, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, არამედ კუნთოვან მასაზე, ძვლის სიმკვრივეზე, განწყობაზე, უამრავი დაავადების განვითარების რისკზე. ბისფენოლს და ფთალატებს შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რეცეპტორებზეც. შედეგად კი ირღვევა ნორმალური უკავშირის მექანიზმები, რომლებიც არეგულირებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები კრიტიკულია ტვინის განვითარებისთვის, როგორც საშვილოსნოში ყოფის დროს, ასევე მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის მეტაბოლიზმისთვის, უჯრედში ენერგიის გამომუშავებისთვის, კოგნიტური ფუნქციისთვის. ბისფენოლ A-ის როგორც ჰორმონების დამრღვევის გავლენა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორსულქალებსა და მათ განვითარებად ნაყოფზე. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ორსულქალებს შარდში ბისფენოლ A-ის მაღალი დონე ჰქონდათ, დაბადების შემდეგ მათ ბავშვებში აღინიშნა ჰორმონალური დისბალანსი, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები კრიტიკულია ნაყოფის ტვინის განვითარებისთვის, როგორც საშვილოსნოში ყოფნის პერიოდში, ისე ცხოვრების ადრეულ ეტაპებზე. 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შარდში ბისფენოლ A-ის მაღალი დონის მქონე ქალები უფრო ხშირად აჩენდნენ ბიჭებს, რომელთაც ადრეულ წლებში ზრდის შენელებული ტემპი ჰქონდათ. და რატომ ხდება ასე? ორსულობის დროს ჰორმონები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნაყოფის სწორი განვითარებისთვის. ბისფენოლ A კი როგორც ენდოკრინული დამრღვევი ახდენს ესტროგენის მიბაძვას, იმიტაციას ადამიანის ორგანიზმში და არღვევს ჰორმონალურ ბალანსს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბისფენოლ A არღვევს ესტროგენის სიგნალიზაციას პლაცენტაში, რაც შესაძლოა იყოს მიზეზი იმის, რომ ბიჭებს ჰქონდათ ზრდის შეფერხება. ძელბადიანი კვლევების ჩატარება ადამიანებზე ეთიკურად პრობლემურია, რადგან შეგნებულად ვერავინ დაუქვემდებარებს ადამიანებს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას. თუმცა ამ საკითხზე მოკლებადიანმა კვლევებმა საინტერესო შედეგები აჩვენა.
ერთ-ერთმა კვლევამ მაგალითად მონაწილეებს თხოვა ყოველდღიურად მიიღოთ დაკონსერვებული სუპი 5 დღის განმავლობაში. შედეგად მათ შარდში ბისფენოლ A-ს დონე გაიზარდა 1200%-ით იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ახლად მომზადებული სუპი მიირთვა. კვლევაში მონაწილე პირების იმ ჯგუფებში, რომლებიც 5 დღის განმავლობაში კონსერვის სუპს მიირთმევდა, დაფიქსირდა ტესტოსტერონის დონის შემცირება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვცა ბისფენოლ A-ს და ფთალატების ზემოქმედების შესახებ და ეს გახლავთ ტესტოსტერონის სინთეზის დარღვევა, სპერმის რაოდენობის შემცირება, სპერმის ხარისხის და მოძრაობის გაუარესება, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა, პუბერტატის ადრეული დაწყება, არარეგულარული მენსტრუალური ციკლები. ერთმა განსაკუთრებით საინტერესო კვლევამ მორსული თაგვები ბისფენოლ A-ს ზემოქმედების ქვეშ მოაქცია. შედეგად მათ ნაშიერებში დაფიქსირდა ქცევითი ცვლილებები, გაზრდილი შფოთვა, სოციალური ინტერაქციების დარღვევა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ბისფენოლ A-ს ზემოქმედება შეუძლია ტრანსგენერაციული ეფექტი ჰქონდეს, ანუ გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ უშუალოდ ზემოქმედებული ინდივიდზე, არამედ მის შთამომავლობაზეც. აღმოაჩინეს მათ შორის პოლიეთილენი, პოლიპროპილენი და პოლიეთილენ ტერეფთალატი, იგივე პლასმასები, რომლებიც გვხვდება ყოველდღიური მოხმარების ნივთებში, მაგალითად ჩანთებში, ბოთლებში და ტანსაცმლის ბოჭკოებში. ის რომ მიკროპლასმასები, მაგალითად პოლისტიროლი და ისეთი ქიმიკატები, როგორიცაა ბისფენოლ A, ისინი რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიგნალიზაციას არღვევენ, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა. მიკროპლასმასების და ქიმიკატების ზეგავლენა მღრღნელებში გამოიწვია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაში მონაწილე და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პათოლოგიური ცვლილებები. ეს ჰორმონები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მეტაბოლიზმის რეგულაციაში. მათი დონის შემცირებამ კი ცხოველებში გამოიწვია წონის მატება, ლეთარგია და დაღლილობა. და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? კომულაციური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ დაბალი დოზითაც კი ამ ენდოკრინული დამპყრობების ბისფენოლ A-ს, ბისფენოლ S-ის, ფთალატების და სამუდამო ქიმიკატების ქრონიკულმა ზემოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ჰორმონალურ ჯანმრთელობაზე. ენდოკრინული სისტემა არ მოქმედებს იზოლირებულად, ის დაკავშირებულია სხეულის თითქმის ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემასთან. ამიტომაც მისმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემების კასკადი. უნაყოფობა ამასთან ერთად მეტაბოლური დარღვევები, ინსულინ რეზისტენტობა, დიაბეტი, კოგნიტური პრობლემები, მეხსიერების და კონცენტრაციის გაუარესება, სიმსივნის, ავტისებენი სიმსივნის რისკის გაზრდა. ფთალატები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პლასმასის ბოთლებში, შეფუთვებში, პირადი მოვლის პროდუქტებში, ასევე სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ მამაკაცის რეპროდუქციულ განვითარებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ ორსულობის დროს ფთალატების მაღალი დონის ზემოქმედება დაკავშირებულია ანოგენიტალური მანძილის შემცირებასთან ბიჭებში. ანოგენიტალური მანძილი არის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მარკერი. მისი შემცირება დაკავშირებულია დაბადების დეფექტებთან, როგორიცაა ჰიპოსპადიაზი, სადაც ურეთრა არასწორად ვითარდება და სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოსulis შეფერხება. ეს არ გახლავთ მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა, ეს ფაქტორები საყურადღებოა იმის გამოც, რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ უნაყოფობა, ჰორმონალური დისბალანსი, სათესლე ჯირკვლის კიბოს გაზრდილი რისკი. ფთალატებს აქვთ უნარი იმოქმედონ როგორც ანტიანდროგენებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ბლოკავენ ტესტოსტერონის მოქმედებას და ვიცით, რომ ტესტოსტერონი არის ჰორმონი, რომელიც კრიტიკულია მამაკაცის განვითარებისთვის. ქალებში მაღალი ფთალატების დონე დაკავშირებულია არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლებთან და ენდომეტრიოზის გაზრდილ რისკთან. ენდომეტრიოზი საკმაოდ მტკივნეული პათოლოგია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. ფთალატები არღვევენ ესტროგენების გზებს, რომლებიც აუცილებელია მენსტრუალური ციკლის რეგულირებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის. კვლევების მიხედვით ვიცით, რომ ბისფენოლ A და მიკროპლასმასები მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და როგორც ქალების, ისე მამაკაცების ფერტილობაზე. ქალების შემთხვევაში ბისფენოლ A-ს ზემოქმედება განსაკუთრებულად პრობლემურია.
ინვიტრო განაყოფიერების პროცესში მყოფი ქალების კვლევამ აჩვენა, რომ შარდში ბისფენოლ A-ის მაღალი დონის მქონე ქალებს კვერცხუჯრედის სიცოცხლის უნარიანობა ორჯერ ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე დაბალი დონის მქონე ქალებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიური პლასმასის ზემოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს წარმატებული ორსულობის შანსი. ბისფენოლ A ასევე არღვევს საკვერცხების ფუნქციას, რამდენადაც იწვევს ესტროგენის და პროგესტერონის რეგულაციის დარღვევას, რაც კრიტიკულია რეგულარული ოვულაციისთვის. ამას შეიძლება მოყვეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რაც ართულებს ორსულობისთვის მზადებას. გარდა ამისა, ბისფენოლ A გავლენას ახდენს იმპლანტაციის პროცესზე, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ შარდში ბისფენოლ A-ის მაღალი დონის მქონე ქალებს ინვიტრო განაყოფიერების დროს იმპლანტაციის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. ბისფენოლ A-ის ზემოქმედება ასევე გავლენას ახდენს პუბერტატზე გოგონებში. 2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ პრენატალურად, ანუ დედის ორსულობის პერიოდში ბისფენოლ A-ის მაღალი ზემოქმედების მქონე გოგონებში დაფიქსირდა მკერდის განვითარების და მენარქის ადრეული დაწყება. ეს ფაქტი კი ზრდის მკერდის კიბოს და ადრეული მენოპაუზის რისკს მოგვიანებით ცხოვრებაში. მამაკაცის ფერტილობაზეც უარყოფით გავლენას ახდენს ბისფენოლ A. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შარდში ბისფენოლ A-ის მაღალი დონის მქონე მამაკაცებს ჰქონდათ დაბალი ტესტოსტერონის დონე და მნიშვნელოვნად გაუარესებული სპერმის ხარისხი. დაფიქსირდა სპერმის რაოდენობის შემცირება, მოძრაობის დაქვეითება და სტრუქტურული ანომალიები. ერთ-ერთმა კვლევამ, რომელმაც 40 ჯანმრთელი ახალგაზრდა მამაკაცი გამოიკვლია, აღმოაჩინა, რომ ყველა ნიმუშში იყო მიკროპლასმასების ნაწილაკები, საშუალოდ 2 ნაწილაკი თითო ნიმუშში. ყველაზე გავრცელებული ტიპი იყო პოლისტიროლი. განსაკუთრებით საყურადღებოა PVC-ის პოლივინილ ქლორიდის გავლენა, რომელიც გამოიყენება წყლის მილებში და ერთ-ერთი ყველაზე საზიანო აღმოჩნდა სპერმისთვის, რამდენადაც ის იწვევდა სპერმის ფორმის და მოძრაობის დარღვევას. მიკროპლასმასები განსაკუთრებით PVC-დან წარმოქმნილი წყლის დაბინძურების მთავარი წყაროა. ონკანის წყალი არის მიკროპლასმასების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობაზე. ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მიკროპლასმასებმა და მათთან დაკავშირებულმა ქიმიკატებმა, როგორიცაა ბისფენოლები და ფთალატები, გავლენა მოახდინონ ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკზე. ეს გახლავთ თემა, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს სამეცნიერო წრეებში. რამდენადაც ვიცით, რომ ეს ნივთიერებები მოქმედებენ როგორც ენდოკრინული დამრღვევები, მათ შეუძლიათ დაარღვევენ ჰორმონალური სისტემები და პოტენციურად გაზარდონ კიბოს განვითარების რისკი. 2022 წელს დანიაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელმაც მილიონზე მეტი ბავშვი გამოიკვლია 20 წლის განმავლობაში, აჩვენა მნიშვნელოვანი კავშირი ფთალატების ზემოქმედებას და ბავშვებში კიბოს განვითარების რისკს შორის. კვლევის შედეგებმა გამოავლინა ბავშვობის ასაკის კიბოს საერთო რისკის 20%-იანი ზრდა, ოსტეოსარკომის რისკის სამმაგი და ლიმფომის რისკის ორმაგი ზრდა. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დანიას უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა აქვს, რომელიც უზრუნველყოფს დეტალურ სამედიცინო ჩანაწერებს და საშუალებას აძლევს მკვლევარებს ზუსტად დააკავშირონ ფთალატების ზემოქმედება კიბოს განვითარებასთან. ასევე დადასტურებულია ფთალატების კავშირი მკერდის კიბოსთან. მეტაანალიზმა, რომელმაც გააერთიანა მონაცემები 9 კვლევიდან, 7800-ზე მეტი მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან ასევე აჩვენა, რომ ფთალატების სპეციფიკური მეტაბოლიტები მკვეთრად ზრდის მკერდის კიბოს რისკს. ეს მიგნება ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის წარმოადგენს ფთალატების გარკვეული ფორმების პირდაპირი კავშირის კონკრეტულ მტკიცებულებას მკერდის კიბოს რისკთან. ბისფენოლ A-ს აქვს უნარი იმიტაცია გაუკეთოს ესტროგენს და ეს ფაქტი პირდაპირ აკავშირებს მას მკერდის კიბოს განვითარებასთან. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბალი დოზებით ბისფენოლ A-ის ზემოქმედება ხელს უწყობს მკერდის კიბოს უჯრედების ზრდას. ქრონიკული ზემოქმედება, რომელიც ხშირად გამოწვეულია ყოველდღიური კონტაქტით ბისფენოლ A-ის შემცველ პლასმასებთან, იწვევს მის დაგროვებას ორგანიზმში და შესაძლოა გაზარდოს მკერდის კიბოს რისკი დროთა განმავლობაში.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია მიკროპლასმასების აღმოჩენა სიმსივნურ ქსოვილებში. ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა მიკროპლასმასების ნაწილაკები ფილტვის სიმსივნით დაავადებული პაციენტების სიმსივნურ ქსოვილში. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მიკროპლასმასებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ სიმსივნის განვითარებასა და პროგრესირებაზე ქრონიკული ანთების გამოწვევით და მავნე ქიმიკატების პირდაპირი მიწოდებით სიმსივნის მიკროგანობაში. ეს მტკიცებულებები ხაზს უსვავს მიკროპლასმასებისა და მათთან დაკავშირებული ქიმიკატების ზემოქმედების შემცირების მნიშვნელობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად. რა თქმა უნდა, საჭიროა შემდგომი კვლევები ამ რისკების სრულად შესაფასებლად და ეფექტური პრევენციული სტრატეგიების შესამუშავებლად. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, რომლითაც მიკროპლასმასები აღწევენ ჩვენს ორგანოებამდე, იქნება ეს ტვინი თუ სათესლე ჯირკვლები, გახლავთ სისხლის მიმოქცევის სისტემა. 2022 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ პირველად აღმოაჩინა მიკროპლასმასები ადამიანის სისხლის ნიმუშებში. კვლევაში მონაწილეთა 80%-ს ჰქონდა სისხლში გაზომვადი რაოდენობის მიკროპლასმასები. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ერთხელ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ეს იქნება ინჰალაციით, პერორალური გზით თუ კანის მეშვეობით, მიკროპლასმასებს შეუძლიათ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრა და შემდეგ უკვე სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში დაგროვება. ყოველჯერზე, როდესაც პლასმასის ბოთლიდან ვსვამთ წყალს, ვსვამთ კონკანის წყალს, რომელიც მიკროპლასმასებით არის დაბინძურებული, ვჭამთ საჭმელს, რომელიც პლასმასის შეფუთვაშია, ან სუნთქავთ ჰაერს, რომელიც შეიცავს მიკროპლასმასის ბოჭკოებს სინთეზური ტანსაცმლიდან ან საბურავების ცვეთიდან, ჩვენ სისხლში ამ ნაწილაკებს უშვებთ და სისხლი მოქმედებს როგორც ავტოსტრადა, ასე რომ ვთქვათ, რომელიც მიკროპლასმასებს აწვდის ორგანოებს, სადაც ისინი არა მხოლოდ გაივლიან, ასე რომ ვთქვათ, არამედ დროთა განმავლობაში გროვდებიან და გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე. და ესაა სწორედ პრობლემა მიკროპლასმასების დაგროვება. ისინი სხეულში ადვილად არიშლება, დაგროვება კი ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტ ზემოქმედებას გაეცის ადამიანი, მით უფრო იზრდება მათი რაოდენობა სხეულში. გულის ქირურგიული პაციენტების სისხლის ნიმუშებზე ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ოპერაციის შემდეგ ამ პაციენტების სისხლი შეიცავდა უფრო მეტ მიკროპლასმას ოპერაციამდე არსებულთან შედარებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მიკროპლასმასები ნამდვილად რჩებიან ადამიანის ორგანიზმში და არიშლებიან ადვილად. ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მიკროპლასმასებმა და მათთან დაკავშირებულმა ქიმიკატებმა გავლენა მოახდინონ გულსისძავრთა დაავადებების განვითარებაზე. აქამდე ყურადღება ძირითადად გამახვილებული იყო იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ეს ნივთიერებები ჰორმონებზე და მეტაბოლიზმზე. მაგრამ ბოლო პერიოდში იზრდება მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ გულსა და სისხლძარღვებზეც. ბისფენოლები არა მხოლოდ არ ღვევენ ჩვენს ჰორმონებს, არამედ უშუალოდ მოქმედებენ გულის ფუნქციონირებაზე. ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი არის ის, თუ მაგალითად ბისფენოლ A როგორ არღვევს კალციუმის სიგნალიზაციას გულის უჯრედებში. კალციუმი აუცილებელია გულის ელექტრული აქტივობისთვის. ის არეგულირებს ისეთ პროცესებს, როგორიც არის გულის რიტმის შეკუმშვის ფუნქცია და სისხლძარღვების გაფართოვება. კვლევებმა აჩვენა, რომ ბისფენოლ A-ს მწვავე ზემოქმედებამ შეიძლება დაბლოკოს ვოლტაჟზე დამოკიდებული კალციუმის არხები, რაც არღვევს გულის უჯრედების კარდიომიოციტების მიერ კალციუმის მართვას. ეს დარღვევა უშუალოდ მოქმედებს გულის შეკუმშვის უნარზე და იწვევს პათოლოგიურ აქტივობებს გულის კუნთში. საინტერესოა ისიც, რომ ეს ეფექტები განსხვავებულად მოქმედებს ქალებსა და მამაკაცებზე. სავარაუდოდ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბისფენოლ A ურთიერთქმედებს ესტროგენთან, ესტროგენი კი როგორც იცით, გახლავთ ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალების გულის ფუნქციის რეგულაციაში. კიდევ ერთი პრობლემა გახლავთ თალატების ჯგუფის ქიმიკატები. ამ მხრივ ისინი მოქმედებენ როგორც კარდიოსუპრესანტები, რაც ნიშნავს იმას, რომ ამცირებენ გულის რიტმს და აფერხებენ ელექტრონული სიგნალების მოძრაობას გულის კუნთში. ეს არა მხოლოდ ასუსტებს გულის შეკუმშვის უნარს, არამედ ანელებს სისხლის ნაკადსაც. შედეგად გულს უფრო უჭირს თავისი ფუნქციის ეფექტურად შესრულება და ეს ეფექტები დროთა განმავლობაში გროვდება და ხელს უწყობს გულის ქრონიკული პრობლემების განვითარებას.
მღრღნელებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თალატების მეტაბოლიტი დიფთალატი ამცირებს კორონარულ ნაკადს, რაც არის სისხლის ნაკადი გულში და აქვეითებს გულის შეკუმშვის უნარს. თალატები ანელებენ გულის რიტმს და ელექტრონული სიგნალების მოძრაობის სიჩქარეს გულის კუნთში. ეს ნიშნავს, რომ თალატები პირდაპირ თურქუნავენ გულის ფუნქციას. მოდით, ახლა ვნახოთ თუ რა ხდება უშუალოდ მიკროპლასმასებთან კავშირში. მიკროპლასმასები აღმოჩენილია არტერიულ დაფებში, რაც არის არტერიებში დაგროვილი ნარჩენები. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, რომელთა არტერიულ კედლებში მიკროპლასმასები იყო ჩაშენებული, 4.5 ჯერ მეტად ჰქონდათ სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკი, მაგალითად ინფარქტის და ინსულტის რისკი 3 წლის განმავლობაში იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც მიკროპლასმასები არ აღმოჩნდათ არტერიულ კედლებში. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მიკროპლასმასები აღმოჩნდა 58%-ზე მეტ პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ ქირურგიულ ჩარევას გულის დაავადებების გამო. ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ორი ძირითადი მექანიზმი მუშაობს. პირველი გახლავთ ქრონიკული ანთება, როდესაც მიკროპლასმასები იწვევენ ქრონიკულ ანთებით პროცესებს, რაც ათეროსკლეროზის მთავარი გამომწვევი მიზეზია. მეორე მიზეზი კი გახლავთ ქიმიური ტვირთი. მიკროპლასმასები მამნე ქიმიკატებს პირდაპირ არტერიულ კედლებში ატარებენ. ეს ქიმიკატები კი ხელს უწყობენ პლაკების ანუ დაფების ფორმირებას და ზრდიან ინფარქტის ან ინსულტის რისკს. შეშფოთების საგანია ასევე ბისფენოლ A-ის გავლენა ჰიპერტენზიაზე. ერთ-ერთმა რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებმაც დალიეს ბისფენოლ A-ით ამოფენილი ქილებიდან სასმელი, რამდენიმე საათში ამ მონაწილეებს დაუფიქსირდათ სისტოლური წნევის ზრდა. დაახლოებით 4.5 მიათედი ერთეულით. როგორც ამ კვლევის ავტორები ამბობენ, ბისფენოლ A-ის ხშირი ზემოქმედება შეიძლება იყოს ქრონიკული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. და ჩვენ ვიცით, რომ ჰიპერტენზია არის მდგომარეობა, რომელიც უკვე ახდენს გავლენას გლობალურად მოსახლეობის თითქმის 3/3-ზე. მაგრამ უფრო შემაშფოთებელი გახლავთ ის ფაქტი, რომ ბისფენოლ A-ის ქრონიკული ზემოქმედება დროთა განმავლობაში ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის რისკს. 9000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ შარდში ბისფენოლ A-ის მაღალი დონის მქონე ადამიანები თითქმის 2-ჯერ მეტად იყვნენ მიდრეკილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილისკენ. და რომ ქალებში მაღალი ბისფენოლ A-ის დონის მქონე ქალების ჯგუფში სიკვდილიანობის რისკი თითქმის 3-ჯერ მეტი იყო, ვიდრე დაბალი დონის მქონე ჯგუფში. ახლა დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია შევამციროთ მიკროპლასმასების და მათთან დაკავშირებული ქიმიკატების ზემოქმედება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველაზე მარტივი და ეფექტური ნაბიჯი გახლავთ პლასმასის ბოთლების და ქილების თავიდან აცილება და მათგან წყლის დალევის შემცირება, მაგრამ წყლის არჩევისას ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თავად წყლის ხარისხი. განსაკუთრებით გაზიანი წყალი შეიძლება შეიცავდეს სამუდამო ქიმიკატებს. სამუდამო ქიმიკატები კი ვიცით, რომ ძალიან მდგრადია დაშლის მიმართ და გროვდებიან ორგანიზმში დროთა განმავლობაში. სამუდამო ქიმიკატები უკვე ვიცით, რომ დაკავშირებულია ჯანმრთელობის უამრავ პრობლემასთან, მათ შორის ჰორმონალურ დარღვევებთან, იმუნური სისტემის პრობლემებთან, ათვისებიანი სიმსივნის გარკვეულ ტიპებთან. 2020 წელს ჩატარებული ტესტირების მონაცემებით ზოგიერთი ბრენდი გაზიანი წყლის უფრო მეტად უსაფრთხოა ვიდრე სხვები. გარკვეული ბრენდების მინერალური გაზიანი წყალი ხშირად ხელმისაწვდომია მინის ბოთლებში. ეს მათთვის დამატებით უპირატესობას წარმოადგენს პლასმასის ზემოქმედების შესამცირებლად. არ მაქვს მონაცემები ქართული ბრენდების შესახებ სამწუხაროდ, თუმცა ადვილად მისახვედრია, რომ ყოველთვის ჯობს მინის ბოთლებში ჩამოსხმული წყლის შეძენა პლასმასის ბოთლებში ჩამოსხმულის ნაცვლად. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა უზრუნველყოთ სუფთა წყალი სახლში. ერთ-ერთი საუკეთესო გზა სუფთა სასმელი წყლის მისაღებად არის რევერსული ოსმოსის ფილტრაციის სისტემების გამოყენება. და ეს სისტემა ვიცით, რომ 99.9% ეფექტურობით აშორებს მიკროპლასმასებს
ანუ ქიმიურ დამაბინძურებლებს, სამუდამო ქიმიკატებს, ფალატებს და ასევე მძიმე მეტალებს, როგორიცაა ტყვია, კადმიუმი და ვერცხლის წყალი. ის წყალს ასევე აშორებს ბაქტერიებს და ვირუსებსაც. თუმცა გასათვალისწინებელი ის გახლავთ, რომ რევერსული ოსმოსის წყლის ფილტრაციის პროცესი აშორებს არა მხოლოდ მავნე დამაბინძურებლებს, არამედ სასარგებლო მინერალებსაც. ეს შეიძლება პრობლემა იყოს, რამდენადაც მინერალები აუცილებელია სხეულის სხვადასხვა ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციისთვის დაწყებული ძვლების ჯანმრთელობიდან ნერვული სისტემის მუშაობამდე, თუმცა ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია. ბევრ თანამედროვე რევერსული ოსმოსის სისტემას აქვს დამატებითი მინერალიზაციის ფილტრის ფუნქცია. ეს ფილტრები უკან აბრუნებენ აუცილებელ მინერალებს, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი და სხვა ელემენტები, რომლებიც წყლის გაფილტვის პროცესში იკარგება. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სუფთა და მინერალებით მდიდარი წყალი, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. რევერსული ოსმოსის სისტემით გაფილტრული წყალი არა მხოლოდ დალევისთვის არის დასალევად დასასარგებლო, არამედ მისი გამოყენება შეგვიძლია ხილის და ბოსტნეულის გასარიცხადაც. ბევრი პროდუქტი შეიძლება დაბინძურებული იყოს მიკროპლასმასებით, რომლებიც ხდება ნიადაგიდან, დაბინძურებული წყლიდან და ჰაერიდან. გაფილტრული წყლით გარიცხვა კი ხელს უწყობს ამ მიკროპლასმასების მოშორებას. პაკეტირებული საკვების შემცირება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ მიკროპლასმასების და ქიმიკატების ზემოქმედების შესამცირებლად. აიჩეთ ყოველთვის ახალი ხილი, რამდენადაც შესაძლებელია ბოსტნეული და ხორცი პაკეტირებული პროდუქტების ნაცვლად. პაკეტირებული საკვები ხშირად შეფუთულია პლასმასში, რომელიც გამოყოფს მიკროპლასმასებს და ქიმიკატებს. მოერიდეთ კონსერვირებულ საკვებს და სასმელებს, რადგან ალუმინის ქილები ხშირად დაფარულია პლასმასის საფარით, რომელიც შეიცავს ბისფენოლებს და შესაბამისად ეცადეთ, რომ შეარჩიოთ მინის შეფუთვა ალუმინის ქილების ნაცვლად. პლასმასის კონტეინერების ნაცვლად გამოიყენეთ შუშის, მინის და უჟანგავი ფოლადის კონტეინერები საკვების შესანახად. მოერიდეთ პლასმასის კონტეინერებში საკვების გათბობას, რადგან სითბო აჩქარებს ქიმიკატების, მაგალითად ბისფენოლ A-ის გამოყოფას და მიკროპლასმასების დაშლას. გვახსოვდეს, რომ მარკეტირებული, როგორც მიკროტალღისთვის უსაფრთხო პლასმასი არ დნება ღუმელში უბრალოდ და ეს არნიშნავს იმას, რომ ის ქიმიკატებს არ გამოყოფს. მოერიდეთ არამიკროადი ტაფების გამოყენებას, რადგან ისინი დაფარულია სამუდამო ქიმიკატებით. გამოიყენეთ ტიტანის, კერამიკის ან თუჯის ტაფები.